სამი მიზეზი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს დამოკიდებული ადამიანი იმისათვის, რომ დარჩეს მოხმარების პროცესში. პირველი ეს არის ფინანსური პრობლემები, ხო, აი ხშირია შემთხვევები, რომ დამოკიდებული ადამიანი ამართლებს თავის მოხმარებას, დალევას, თამაშს თუ ნარკოტიკის მოხმარებას, იმით რომ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობები. მაგრამ ხშირია შემთხვევები, ყველას გვინახავს ალბათ ამ ვიდეოს ვინც უყურებს, რომ უჩნდება შესაძლებლობები დამოკიდებულ ადამიანს წესრიგდება, ლაგდება მისი ფინანსური შესაძლებლობები, იწყებს კარგ სამსახურს, მაგრამ რა ხდება? რესურსი უჩნდება მეტი და უფრო მეტ მოხმარებაში გადადის, ხო? უფრო ხშირად დადის კაზინოში, უფრო ძვირიან ნარკოტიკის მოხმარებას უწყებს, უფრო ძვირიანი სასმელის მოხმარებას იწყებს და ბოლოს შედეგი ყველგან ერთნაირად მთავრდება, ფიასკოთი მთავრდება, ყველაფერი ვალებით და ისე რჩება სახლში, როგორც იწყებდა თავიდან ისე. მეორე მიზეზი რაც არის მეგობრებო, აი საქართველოში რო ცხოვრობ, აი სხვაგან რო ვიყო, სხვანაირად წავიდო და ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში ოჯახი რაღაც იმ იმედით, რომ ოღონდ თუ დაალაგებს თავის ცხოვრებას, დაიწყებს სამსახურს, გაუშვათ სხვაგან, იღებენ კრედიტებს, ვალს მიდის დამოკიდებული ადამიანი ევროპაში იქნება თუ არა აქვს საზღვარგარეთ სხვა ქვეყანაში და მან რა ხდება? მომხმარებელი ადამიანია, ხო, ჩადის ახალი შესაძლებლობები, უფრო დიდი არჩევანი, უფრო ხელმისაწვდომი და ბოლოს რა ხდება? იქაც სამსახურს ვერ იწყებს, იმიტომ რომ უკვე მომკაშია, ცუდად არის და იმის მაგრად რომ ოჯახს დაეხმაროს აქეთ, აქ ოჯახი უგზავნის პირიქით და Western Union-ით და ასე შემდეგ და საბოლოოდ ისევ ბრუნდება ადამიანი საქართველოში. და მესამე მიზეზი ყველაზე ხშირად რაც არის, ყოველთვის ეძებს დამოკიდებული ადამიანი იმის მაგრად რომ დაიწყოს გამოჯამრთელება, მიზეზებს. სახლში ცოლმა ნერვები მომიშალა, მშობლები ნერვებს მიშლიან, ფინანსური პრობლემები მაქვს, ბავშვების სკოლა მაქვს გადასახდელი, დოლარის კურსი აიწია. მოკლედ, ყველაფერ მიზეზს იპოვის გარდა იმისა, რომ უბრალოდ აღიაროს, რომ პრობლემა ის არის, რომ ფაქტი ის არის, რომ მე ვსვამ, ფაქტი ის არის, რომ მე ნარკოტიკს მოვიხმარ, ფაქტი ის არის, რომ თამაშობ. ხო, თუ რეალურად ბავშვის სკოლის ფული მაგ გადასახდელი, ანუ უნდა ვიშოვოს სკოლის ფული, ხო? თუ ვშოვლობ სკოლის ფულს და ვრიცხავ სლოტებში და შემდეგ გონია, რომ ან რაღაც თავს ვაჯერებ, რომ ამით შემდეგ ბავშვის სკოლის ფულს გადავიხდე, ეგ ტყუილია. ფაქტი ის არის, რომ მე სლოტებს თამაშობ, ხო? ფაქტი ის არის, რომ მე ვსვამ, ფაქტი ის არის, რომ მე ნარკოტიკს ვიკეთებ. ამიტომ მეგობრებო, ის რომ საქართველოში ვარ ესე თორე საზღვარგარეთ უკეთესად ვიქნებოდი, ან ეხა ფული არ მაქვს, თორე ფული რომ მქონდეს, არ მოვიხმარ და არ ვითამაშებდი, ეგ ილუზია მეგობრებო, ეს ტყუილია. ფაქტი ის არის, რომ დამოკიდებული ხარ და ფაქტი ის არის, რომ გჭირდება გამოჯამრთელება. აი, როდესაც დაალაგებ შენ გამოჯამრთელებას, როდესაც შეწყო შენ მოხმარებას, სასმელს და თამაშს, აი მერე რა თქმა უნდა შეგიძლია იფიქრო განვითარებაზე, ევროპაში წახვალ თუ არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებ, სამსახურს დაიწყებ, აი მერე უკვე რეალური ხდება ეგ ყველაფერი. დიდი მადლობა.